ამ ვიდეოში პრეზიდენტი ტრამპია G7-ზე, მას შემდეგ რაც მან დაასრულა მონაწილეობა UFC-ში ღამის პირველ საათზე. ის ავიდა Air Force One-ში ღამის 3 საათზე და ეხლა მას აქვს მრავალი შეხვედრა უცხოეთში. და კიდევ მეტი წინ არის, ტრამპმა დაასრულა ომი ირანთან და მალევე ამ შეხვედრაზე პრეზიდენტი ტრამპი ადასტურებს, რომ ირანი არც ერთ ცენტს არ მიიღებს. ირანი სანქციებისგან არ მიიღებს არანაირ შეღავათს მხოლოდ იმიტომ, რომ ხელს მოაწეს შეთანხმებას, როდის შევა ეს ძალაში. არა, ეს ძალაში არ შევა. კარგი, ეს ნამდვილად ქცევის საკითხია. თუ ისინი გააკეთებენ იმას, რაც უნდა გააკეთონ, ეს ძალაში შევა. ბატონო მაკრონი. რას დაპირდებით საფრანგეთის სახელით? ამ ორშაბათს 2026 წლის 15 ივნისს ამერიკის პრეზიდენტი დიდი ძალების წინაშე მძიმე გზავნილით წარსდგა. ირანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, მაგრამ ის არ მიიღებს არც ერთ ცენტს ცარიელი დაპირების სანაცვლოდ, არ ექნება სანქციების ავტომატური შემსუბუქება, არ მიიღებს ფულს მხოლოდ ხელმოწერის გამო. და უკან დახევას გამარჯვებად ვერ გაკიდის. ტრამპმა დაადასტურა, რომ ნებისმიერი შესაძლო შემსუბუქება დამოკიდებული იქნება ირანის რეჟიმის ქცევაზე, იმაზე, რას გააკეთებს თეირანი ამიერიდან და რამდენად შეასრულებს მოთხოვნებს, რომლებიც დასმულია. შეთანხმება ცდილობს დაასრულოს 100 დღეზე მეტი ხნის ომი, ხელახლა გახსნას ჰორმუზის სრუტე, აღადგინოს ნავთობის ნაკადი და შეამციროს საფრთხე ისრაელისა და მთელი რეგიონის მიმართ. მალევე ტრამპმა კიდევ დაარეკა, რათა ეცადა უკრაინის ომის პროცესის გამბლოკვაც, რითაც აჩვენა, რომ G7-ზე ტემპის შეუმცირებლად მივიდა. მაშინ, როცა მედიის ნაწილი ცდილობს დააწესოს ნარატივი, თითქოს მან დათმო, ოფიციალური განცხადება ამ ვერსიას ანგრევს. პირველ რიგში ირანი ემორჩილება და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილება რაიმე სარგებელი. ეს არის ის, რაც ტრამპმა რეალურად დააფიქსირა ამ შეთანხმებაში. რატომ დათანხმდა ირანი მოლაპარაკებაზე დაჯდომას? მაშინ, როცა დაუყოვნებლივ ფულს არ იღებდა. როგორ შეიძლება ეს ხელმოწერა თავად რეჟიმისთვის მახედ იქცეს? ახლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანთან შეთანხმება უკვე ხელმოწერილია საწყის ფორმატში და ოფიციალური ხელმოწერა უნდა შედგეს პარასკევს 2026 წლის 19 ივნისს. შვეიცარიაში განცხადების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ შეთანხმების არსებობა არ იყო, არამედ ის შეზღუდვა, რომელიც ფულზე დაწესდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სანქციების შესაძლო შემსუბუქება დამოკიდებული იქნება ქცევაზე. ანუ საკმარისი არ არის ირანის რეჟიმე უბრალოდ ფოტო გადაიღოს, ხელი ჩამოართვას, მემორანდუმს ხელი მოაწეროს. და შემდეგ ისევ გააგრძელოს იგივე თამაში მუქარით, ბირთვული გამდიდრებით და საერთაშორისო ვაჭრობაზე ზეწოლით. თეთრი სახლი მოითხოვს, რომ ირანმა გადადგას გადამოწმენდი ნაბიჯები. ამის გარეშე არანაირი ჯილდო არ იქნება. ჯეიდ ვანსმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამ პოზიციას, როდესაც თქვა, რომ ირანს არანაირი თანხა არ გადაერიცხება ხელმოწერის სანაცვლოდ. მისი თქმით, მემორანდუმი არ ათავისუფლებს გაპინულ აქტივებს და არ ხსნის კარს დაუყოვნებელი თანხისთვის. ირანი ამ მოლაპარაკებებში სხვადასხვა მხრიდან ზეწოლის ქვეშ შევიდა. კონფლიქტს უკვე 100 დღე გადაცილებული ჰქონდა, ჰორმუზის სრუტე კრიზისის ცენტრად იქცა. გლობალური ენერგეტიკული ბაზარი განგაშზე გადავიდა და მთელი რეგიონი უფრო დიდი აფეთქების რისკის ქვეშ დაიწყო ფუნქციონირება. ცერემონია რომ მართო შეთანხმებას ოფიციალურ სახეს აძლევს, მაგრამ ტექსტი ჯერ კიდევ დეტალურად უნდა იყოს წარმოდგენილი. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გამოქვეყნება ფორმალური ხელმოწერის შემდეგ უნდა მოხდეს. ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ამ კვირაში მემორანდუმის შინაარსის გასაჯაროებას ელოდება. მანამდე კი უკვე ნათელია პოლიტიკური სურათი. ვაშინგტონი თანახმაა მოლაპარაკებაზე, მაგრამ წინასწარ გადახდას არ დათანხმდება. ხელმოწერა პროცესის დასაწყისია და არა ცარიელი ჩეკი. და ეს ცulis შეთანხმების აღქმას, რადგან ირანის რეჟიმს უშლის ხელს დიპლომატიური ჟესტი მყისიერ ფინანსურ ჯილდოდ აქციოს. ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა ცენტრალური ნაწილია. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სრუტე უკვე ნაწილობრივ გახსნილია და პარასკევს სრულად გაიხსნება. ვენსმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მოლოდინია გრძელვადიან პერსპექტივაში ნავიგაცია გადასახადის გარეშე აღდგეს. ეს დეტალი მნიშვნელოვანია, რადგან ირანი წლების განმავლობაში ცდილობდა თავისი გეოგრაფიული მდებარეობა მსოფლიოს წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოეყენებინა. თეთრი სახლიც მუშაობს იმაზე, რომ ეს შეთანხმება ისრაელისა და რეგიონის უსაფრთხოების გარდატეხად წარმოაჩინოს. ვენსის თქმით, შეთანხმებამდე ბოლო წუთები დაძაბული იყო, რადგან არსებობდა შიში, რომ ირანი შესაძლოა ისრაელზე ახალი თავდასხმები განეხორციელებინა. ირანის ოფიციალურ პირებს მოლაპარაკებისთვის დაუდასტურებიათ, რომ ისინი არ განახორციელებდნენ თავდასხმას და პატივს სცემდნენ შეთანხმებას. ეს ნაწილი აჩვენებს, რომ მოლაპარაკება მშვიდ გარემოში არ დაწყებულა. ტრამპის მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ თეირანი მხოლოდ მაშინ დათანხმდებოდა შეზღუდვებს, თუ მიხვდებოდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის ფასი მოლაპარაკებაზე უფრო მაღალი იქნებოდა.
შეთანხმება ასევე ხსნის გზას ირანის ბირთვულ პროგრამაზე ახალი მოლაპარაკებებისათვის. ეს ყველაზე სენსიტიური საკითხია. ცდომის, ინსპექციისა და დადასტურების გარეშე ირანის დაპირებას დიდი ფასი არ აქვს. სხვაობა ახლა ისაა, რომ ტრამპი საჯაროდ ამბობს, სარგებელი მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა ქცევა G7-ზე შეიცვლება. საფრანგეთში ტრამპი ამ შეთანხმებით მივიდა როგორც მფავარი პოლიტიკური კოზირი. ის შეხვედრაზე მხოლოდ უცხოელი ლიდერების მოსასმენად არ წასულა. ტრამპმა კვლავ დაიწყო საუბარი რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის დასრულების პროცესის განახლებაზე. ირანთან შეთანხმებას კი მეთოდის მაგალითად იყენებს. ძლიერი ზეწოლა, პირდაპირი მოლაპარაკება და შედეგის მიღწევის მცდელობა. მედიისა და პოლიტიკური ოპონენტების ნაწილის რის რეაქცია უკვე ცნობილი სცენარით განვითარდა ტექსტის სრულად გამოქვეყნებამდეც კი. მათ სადეს გაეყიდათ იდეა თითქოს ტრამპა ირანს შეუმსუბუქა მდგომარეობა, მოუხსნა სანქციები და ფული გადასცა რეჟიმს. ვენსისა და ტრამპის განცხადებები ამ ინტერპრეტაციას ანგრევს. ამ დროისთვის არსებობს მხოლოდ პირობითი მემორანდუმი. არ ხდება ავტომატურად თანხების გათავისუფლება, სანქციების დაუყოვნებელი შემსუბუქება მხოლოდ ხელმოწერით არ ხდება, ჯილდოც არ არსებობს. ეტაპის შესრულების გარეშე ირანის მთავრობა ახლა შინაგან პრობლემას აწყდება. გარე აუდიტორიისთვის შეიძლება სცადოს შეთანხმების დიპლომატიურ გამარჯვებად წარმოჩენა. თუმცა რადიკალური ფრთისთვის მოუწევს ახსნა, რატომ დათანხმდა ჰორმუზის გახსნას, თავდასხმების შეჩერებას და მოლაპარაკებას ამერიკული მოთხოვნების პირობებში. რეჟიმი გაჭედილია ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქების საჭიროებასა და შიშს შორის, რომ საკუთარ მხარდამჭერებთან სუსტი გამოჩნდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც შვეიცარიაში ოფიციალურ ხელმოწერას პოლიტიკური მნიშვნელობა ექნება. ის საუბარს საჯარო ვალდებულებად აქცევს და ჩუმად უკან დახევას ართულებს. დონალდ ტრამპი ამ მომენტს ძალის დემონსტრაცია დაქცევს ვაშინგტონში დატვირთული დღის წესრიგის შემდეგ, მათ შორის UFC-ის ღონისძიება თეთრ სახლში. მან საფრანგეთში გაფრენა და დიდი 7-3-ზე რამდენიმე დაგეგმილი შეხვედრით ჩავიდა. ის აჩვენებს ენერგიას, ლიდერობასა და შთამბეჭდავ მზადყოფნას, რომ კრიზისი ხელიდან არ გაუშვოს. მე ვარ მილსონ ალვესი, გლობალი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია სიმართლით. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, ასე უფრო მეტად ჩაერთვებით ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი